Kolegeba მოგესალმებით, კვორუმი არის შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროსნობა. განსახილველი საკითხები მოგახსენებთ ერთი რომ დღეს არსებული დღის წესრიგიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში დაგვჭირდება ერთი პლენარული სხდომის დღე და დღეს მოგვიწევს ამაზე ინტენსიურად მუშაობა საკითხებზე, კერძოდ განსახილველ საკითხებში არის სახალხო დამცველის შესახებ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, სარკინიგზო კოდექსში ცვლილება მესამე მოსმენით, საჰაერო კოდექსში ცვლილება მესამე მოსმენით, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი, პაკეტი მეორე მოსმენით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით, ლიცენზიების და ნებართვების შესახებ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით, სისხლისამართლის კოდექსში ცვლილება მეორე მოსმენით, წიაღის შესახებ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით, პაკეტის სახით, 22 საკითხად გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით, 29 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით, მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით, ინოვაციების შესახებ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, საგამოძიებო კომისიის ანგარიშს მოვისმენთ და იცით რომ მომართული აქვს კომისიას რომ გაგრძელდეს მისი საქმიანობა და ბოლო განსახილველი საკითხი არის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილება. რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, შემოსული არის უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება. განათლების მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში. ლეცემაში კომიტეტს საორგანიზაციო საკითხებიდან დროებით საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიში, რომელიც ასახულებდა დღის წესრიგში და ვადის გაგრძელება გვაქვს მეორე საკითხი, რომელიც დარგობრივი ეკონომიკის პროექტის კომიტეტს აქვს წარმოდგენილი და გთხოვთ რომ ხარი დაუჭიროთ. მადლობა. ასევე არის ქართული ოცნების ფრაქციის მომართვა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით დროებით კომისიაში ფრაქციის წევრის ვლადიმერ ბოჟაძის წარდგენის შესახებ. ასევე ცნობად ვიღებთ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნას მე-4 და მე-5 საკითხებთან საკანონმდებლო წინადადებას ეხება. მე-6 წინადადება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრებასთან დაკავშირებული სტატისტიკა როგორი არის. მე-7 საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ბუქარესტში ხელმოწერილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთის მთავრობის შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ცვლილების ოქმის ძალაში შესვლის შესახებ. მე-8 საკითხი უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის საქმიანობის ანგარიში, ანგარიშია, რომელიც უნდა მოვისმინოთ შემდეგ. გადაეცემა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს. მე-9 საკითხი გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად არჩილ კოჭლამაზიშვილის კანდიდატურა, რომელიც გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და დაიწყეს პროცედურას კანდიდატურის განხილვისა. მე-10 საკითხი გახლავთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და ბოლო საკითხი არის ხაზინათა საბჭოს გადაწყვეტილება ნომერი 80, გთხოვთ რომ ხარი დაუჭიროთ. მადლობა. ერთი თემა დარგობრივი საკითხი. ბატონო, ერთი საკითხი გვაქვს კიდევ ტურიზმის შესახებ კანონში ცვლილება მიმდინარე კვირაში უნდა გამოგვიტანა, მაგრამ თხოვნა არის რომ 13-ის კვირაში გამოვიტანოთ დაჩქარებული წესით და ბიურო მთარიღები რომ შეცვალოს. კი ბატონო, გთხოვთ მაშინ ამასაც ხარი დაუჭიროთ და შემდეგ სასიო კვირაში გამოვა დაჩქარებული ინიციატივა არის წარმოდგენილი და შემდეგ სასიო კვირაში განვიხილოთ. მადლობა, სხვა საკითხები თუ არ არის გადავინაცვლოთ ცნობათა დარბაზში.